მამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერი აღარ არის. ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიას მამამ ბადრი კვარაცხელიამ პალიტრანიუსთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. მამუკა ჯუღელს როგორც აგენტს ხვიჩას კარიერულ წინსვლაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. მამუკას მადლობა უთხარით ყველაფრისთვის, რაც წლების განმავლობაში ხვიჩასთვის გააკეთა. ერთმანეთს წარმატება უსურვეთ და დავემშვიდობეთ. თქვა ბადრი კვარაცხელიამ. მისივე ცნობით კვარას ამ დროისთვის აგენტი არ ყავს. დაპირისპირება ბაიერნთან და ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგების შანსი. ხვიჩა კვარაცხელიამ ნახევარფინალურ მატჩამდე მოლოდინებზე ისაუბრა. ქართველის თქმით ბაიერნი ძალიან რთული მეტოქეა, თუმცა პესეჟეს ყველას დამარცხება შეუძლია. ძალიან მოტივირებულები ვართ, რადგან ვიცით, რომ ახლა ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან უნდა ვითამაშოთ, მაგრამ ჩვენც ერთ-ერთი ასეთი გუნდი ვართ. ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ, ამბობს კვარა. პესეჟე ბაიერნის დაპირისპირება 28 აპრილს თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის 31 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ჰაიდენჰაიმის ქართველი თავდამსხმელი გამოცემა ქიქერმა გამოარჩია. ბუდუმ ბოლოს სამ თამაშში ზედიზედ გაიტანა გოლები. 31 ტურში კი კლუბს გამარჯვებაში მის უშუალო კონკურენტთან, პაულისთან დაეხმარა. მიმდინარე სეზონში ბუდუს სახელზე 4 გოლია. მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი საკალათბურთო კლუბი მონაკო საფრანგეთის თასის გამარჯვებული გახდა. კლუბმა ფინალურ დაპირისპირებაში ლემანსი დაძაბულ ბრძოლაში 87-83 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონობაც იზეიმა. ეს 24 საათში მეორე გამარჯვება იყო, რომელიც კლუბმა მოიპოვა. მანამდე ქართველის გაწვრთნილმა გუნდმა ევროლიგის პლეი-ინში თორნიკე შენგელიას ბარსელონა დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.